მოგესალმებით, Business Insider-ი კვლავ ეთერში ავიწყებ ჩვენს გადაცემას ტრადიციულად სიახლეებით, ეკონომიკის ბიზნეს სიახლეებით, ისევე როგორც სტუმართან ერთად ვიმსჯელებთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე და ვიდრე ტრადიციულად სტუმარს წარმოგიდგენდეთ, რა თქმა უნდა, რამოდენიმე სიახლე ისევე როგორც მიმოხილვა ანალიტიკური ნაწილის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უკვე დღეს საკმაოდ საინტერესო ბიზნეს ფორუმი საქართველოს, აზერბაიჯანი, თურქეთის მონაწილეობით გაიმართება წინანდალში, რომელსაც ცხადია საქართველოს მხრიდან გახსნის და დაესწრება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, თუმცა ფორუმის მიმდინარეობის შესახებ, მაღალი დონის შეხვედრების შესახებ, რომელშიც როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, ისე კერძო სექტორი არის აქტიურად ჩართული ჩვენ შემდგომ გადაცემებში მათ შორის ხვალ ვისაუბრებთ, მაგრამ დღევანდელი თემა ჯამში რომ შევხედოთ ეთმობა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ასევე ფორუმზეც განიხილება, საკითხი ტრადიციულად ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და Business Insider-ის უკვე მერამდენე გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი თემა ენერგეტიკის თემა იქნება. ასევე სულ 2 დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროში მის გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ უმასპინძლა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს, ჰესების წარმომადგენლებს, მათ შორის სადაც საუბარი შეეხებოდა კიდევ ერთხელ სამინისტროსა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების თანამშრომლობასთან დაკავშირებით. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ვისაუბრეთ გრედასთან ერთად ერთობლივი კანონ პროექტის ინიციირების თემაზე და ამ კუთხით გამართულ შეხვედრაზე და აი ეს ბოლო შეხვედრა კიდევ ერთხელ ასევე ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან უკვე შეეხებოდა კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობას სექტორთან, მათ შორის როგორც შემდგომში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სოციალურ ქსელშიც დაწერა, საკითხი შეეხებოდა მეტ თანამშრომლობას და აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, მათ შორის როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოიკვეთა ჰესების ნაწილში სახელმწიფოს ჩართულობის და მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტი საჭიროება და ამავე დროს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეკონომიკის განვითარების ბანკი იქნება სექტორის მნიშვნელოვანი მხარდაჭერი და ცხადია გაგრძელდება მუდმივი დიალოგი ენერგეტიკის სექტორთან. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკის სექტორზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ჯამში, რომ მნიშვნელოვანი კომპონენტია ვიცოდეთ ვითარება თუ სად ვართ, ალბათ ბევრ შემთხვევაში ენერგეტიკის სექტორი ბევრ და უმრავლეს შემთხვევაში, მათ შორის მოსახლეობისთვის ასოცირდება ტარიფებთან, თუ როგორი იქნება და ძალიან ბევრს აინტერესებს ხოლმე როგორი იქნება, ან როგორია ზოგადად ტარიფები საქართველოში და ჩვენს გარშემო შესაძარ ქვეყნებში არის სადლობელია პირდაპირ შესაძარ ქვეყნებში თუ არა იმ ქვეყნებში რომელიც ჩვენს არეალში არიან. სწორედ ამიტომ გადავწყვეტ, რომ პირველი მიმოხილვა დღეს Business Insider-ს გავუკეთებინა სწორედ ტარიფებთან დაკავშირებით და გვეჩვენებინა 2 მიმართულებით ელექტროენერგიის შემთხვევაში ტარიფების ნაწილი თუ სად არის საქართველოს და ბუნებრივი აირის შემთხვევაში. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ ვითარებას, რომელიც შეეხება საყოფაცხოვრებო ტარიფს დენის შემთხვევაში, ელექტროენერგიის შემთხვევაში, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ და ვხედავთ ამ შემთხვევაში ვითარებას, საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი სატარიფო ნაწილი ამ შემთხვევაში, მხოლოდ თურქეთი და მანამდე არის აზერბაიჯანი ასევე, რომელიც ახლა დიაგრამაზე ამ ნაწილში არ ჩანს. თურქეთი და აზერბაიჯანი არის, რომელსაც საქართველოს უფრო დაბალი ტარიფი აქვს ამ კუთხით და თუ შევხედავთ დანარჩენი საქართველოს, ვხედავთ რომ დაბალი ტარიფი აქვს ქვეყნების ძალიან დიდ უმრავლესობასთან შედარებით, მათ შორის ვხედავთ აქ ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც არიან წარმოდგენილები ამ ნაწილში. კიდევ ერთხელ საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი სატარიფო ნაწილია, ვხედავთ ასევე ტარიფებს მაგალითად ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში, როგორი ტიპის დიაგრამა ვუხდით. ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ტარიფის საკითხი მთლიანობაში ხშირად არის დამოკიდებული სწორედ სექტორში განსახორციელებულ ან განხორციელებულ ინვესტიციებზე, ჩვენ ამ ნაწილსაც ვნახავთ. თუმცა ბუნებრივია ელექტროენერგია არ არის ერთადერთი ნაწილი, რომელიც სატარიფო არეალში საინტერესოა მოსახლეობისთვის. ჩვენ დღეს წყლის ნაწილზე არ ვისაუბრებთ, სხვა შორის წყალთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა და ძალიან საინტერესო ეთერი გქონდა აკვალიას და GVP-ის
წარმომადგენლებთან და მართლაც საინტერესო განხილვა იყო ამ კუთხით, მათ შორის შევხედეთ ტარიფის ნაწილს. ახლა გვინდა რომ ბუნებრივი აირის ნაწილსაც შევხედოთ შემდგომი დიაგრამა, ამ შემთხვევაში ვხედავთ ჩვენ ასევე ვითარებას და აქაც თუ დავაკვირდებით, სწორედ აზერბაიჯანი და თურქეთი არის, რომელსაც აქვს საქართველოზე შედარებით დაბალი ტარიფი, ნუ თურქეთის შემთხვევაში არც თუ დიდი განსხვავება, როგორც დიაგრამიდანაც ჩანს, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში თუ ჩვენ დავაკვირდებით ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, კიდევ ერთხელ აი ამ ნაწილში ვხედავთ დიაგრამას, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს და ვხედავთ სატარიფო ნაწილს, როგორც არის წარმოდგენილი საქართველოში ამ მიმართულებითაც ბუნებრივ აირთან დაკავშირებითაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი სატარიფო მაჩვენებელი. კიდევ ერთხელ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში და ცალსახად მინდა გავმოწმო ერთმანეთისგან საყოფაცხოვრებო ტარიფი და შემთხვევით არ არის ეს დიაგრამაზე აღნიშნული საყოფაცხოვრებო ტარიფი ბუნებრივი კომერციული ტარიფისგან, სადაც ვითარება ამ კუთხით გარკვეულად სხვა სურათი გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ როცა ჩვენ სატარიფო ნაწილზე ვსაუბრობთ, სატარიფო ნაწილზე ცალსახად მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ტარიფი არ არის არავის განსაკუთრებული თვითმიზანი, კიდევ ერთხელ ტარიფის ნაწილში ბევრ შემთხვევაში არის გათვალისწინებული არა მხოლოდ ის მოგება, რომელიც რა თქმა უნდა კომპანიამ, რომელიც ამ სფეროშია უნდა იფუნქციონიროს, არამედ აქ არის ბუნებრივია ის კომპონენტი გათვალისწინებული, რომ ცხადია კომპანიამ განახორციელოს ინვესტიციები და ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ შემთხვევებში, რომ ჩვენი ქსელები ბუნებრივი აირის ნაწილში იქნება ეს თუ ელექტროენერგიის ნაწილში, თუ წყალმომარაგების ნაწილში საჭიროებენ შემდგომ ინვესტიციებს. თუმცა მთლიანობაში ენერგეტიკის საკითხები, მათ შორის სატარიფო ნაწილის საკითხი ჯობს, რომ ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბროთ. სემეკის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანია. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მოგზანებისათვის და რა თქმა უნდა, ენერგეტიკის თემაზე საუბარი თქვენს გარეშე ვერც წარმომიდგენია, ჩვენ არაერთ ეთერში ვისაუბრია ამ საკითხებზე, ენერგეტიკის თემაზე სასაუბრო, თუმცა პირველ რიგში მინდა სწორედ გითხოთ უახლოესი სტატისტიკა რა ვითარება, გვაქვს უახლოესი ვითარება, რომ შევაფასოთ სექტორში არსებული. მოგესალმები ტელემაყურებლებს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შევაჯამოთ პირველ რიგში არსებული მდგომარეობა, რადგან 2025 წელი სულახან დასრულდა, მე გავაკეთებ პატარა მიმოხილვას 2025 წელს რა მდგომარეობა გქონდა ქვეყნის ენერგეტიკაში. ელექტროენერგიით დავიწყებ 2025 წელს ორი შედარებით დიდი ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, რომელზეც მარეგულირებელმა კომისიამ გასცა შესაბამისი ლიცენზია, ეს არის მტკვარი ჰესი 50 მეგავატი დადგმული სიმძლავრით და ეს არის ხობი 2 ჰესი 44.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, ასევე რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგური და მზისადგური შევიდა ექსპლუატაციაში, სხვადასხვა მზისადგური პირველი შემთხვევა გვაქვს 2025 წელს, როცა გამომუშავების სტატისტიკაში უკვე გამოჩნდა მზის მცირე სადგურები. აქ არ ვსაუბრობთ ნეტო აღრიცხვაზე, აქამდე არ იყო ესეთი რეგისტრირებული მზის სადგურები, მხოლოდ მიკროსიმძლავრის სადგურები, ანუ საკუთარი სახლის სახურავზე თუ საწარმოს ეზოში განთავსებული მზის პანელები გამოიმუშავებდნენ ენერგიას, თუმცა მათ არ აქვთ, როგორც ვიცით, სადგურის სტატუსი. მიუხედავად ამისა, 2025 წელს მაინც უფრო ნაკლები ელექტროენერგია იქნა ქვეყანაში გამომუშავებული 2024 წელთან შედარებით და ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. 2024 წელი იყო ჰიდროლოგიურად ძალიან კარგი წელი, ანუ წყალუხვი გაზაფხული, ასევე და 25 იყო შედარებით უფრო მშრალი, ანუ შედარებით უფრო ნაკლები ნალექები მოვიდა, აქედან გამომდინარე, როგორც დამაგროვებლიანმა სადგურებმა, როგორიც არის ენგურჰესი და სხვა სადგურები, უფრო ნაკლები ენერგია გამოიმუშავეს, ისევე როგორც მოდინებაზე არსებულმა სადგურებმა, რომლებიც ძირითადად მოსულ ნალექებზე და ასე თქვათ, არსებულ მდინარეებზე და მის წყლის რესურსებზე არიან დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ანუ ჯამურად 25 წელს 2020 წელთან შედარებით ნაკლები ენერგია იქნა ქვეყანაში გამომუშავებული 3%-ით, ხოლო რაც შეეხება მოხმარებას, ელექტროენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა. ანუ მოხმარება გვეზრდება ქვეყანაში, ეს ტენდენცია არის აღმავალი ბოლო წლების განმავლობაში და ორ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, პირველი ეს არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ადეკვატურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება ქვეყანაში და მეორე
საყოფაცხოვრებო სექტორშიც გვაქვს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, ვინაიდან ცხოვრების დონის გაუმჯობესება იწვევს იმას, რომ სხვადასხვა საოჯახო მეურნეობებში უფრო მეტი დენის მომხმარებელი, ესე ვთქვათ, მოწყობილობები ჩნდება, აქედან გამომდინარე ისინი მოიხმარენ უფრო მეტ კი ბატონო. ეკონომიკური ზრდა, რომელიც უკვე ეკონომისტების ენაზე რო ვთქვათ, მოითარგმნება ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, ანუ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, პირდაპირ ასახავს პოვებს ელექტროენერგიის მოხმარებას. ეს ერთი ძალიან საინტერესო ინდიკატორია, ახაც კორელაცია გვაქვს პირდაპირ. ძალიან საინტერესო ტენდენცია დაფიქსირდა ასევე მოხმარების ნაწილში, ადრე ტრადიციულად იყო ის, რომ ზამთრის განმავლობაში და განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში იყო მაღალი მოხმარება ელექტროენერგიისა და ამას ვეძახდით ზამთრის პიკს. ბოლო 2 წელია, ანუ 2025 წელი, ისევე როგორც 2020 წელსაც ჰქონდა ზაფხულის პიკი, როცა ივლისის ბოლო, აგვისტოს დასაწყისში ელექტროენერგიის მოხმარება იყო პიკური, ანუ ყველაზე მეტი, ვიდრე მათ შორის ზამთრის შემთხვევაში და აქაც ორი მთავარი ფაქტორია განმაპირობებელი, ერთი ის, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მაღალია და ასევე ტურიზმი განვითარებული, შესაბამისად სწორედ ამ პერიოდში სტუმრობს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტი ტურისტი და სასტუმროები, საოჯახო მეურნეობები, ოჯახსასტუმროები და ასე შემდეგ მეტ ენერგიას მოიხმარენ გაგრილების სისტემისთვის და აქედან გამომდინარე ეს განაპირობებს იმას, რომ სწორედ ზაფხულის პერიოდში იზრდება ენერგიის მოხმარება და აღწევს პიკს და ანალოგიურად ასევე ცხოვრების დონის გაუმჯობესებიდან გამომდინარე საყოფაცხოვრებო სექტორშიც ბევრგან უკვე გაჩნდა გაგრილების საშუალებები, რომელიც ასევე საკმაოდ ენერგიატევადია და მეტ ენერგიას მოიხმარს. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, ბუნებრივი გაზის სექტორზეც ვიტყვი ასევე, ბუნებრივი გაზის სექტორშიც მოხმარების ზრდა დაფიქსირდა 2025 წელს, ვიდრე ეს იყო 2024 წელს. იგივე ზრდის ტენდენციაა დაახლოებით? იყო 1.7%-იანი ზრდის ტენდენცია მოსახლეობის ნაწილში ძირითადად ზრდა იყო ძირითადად მოსახლეობის ნაწილში, იმიტომ რომ სულ უფრო მეტი სოფლის გაზიფიცირება ხდება, სულ უფრო მეტი მოსახლე ერთვება ბუნებრივი გაზის ქსელში და გარდა ამისა, აქაც სოციალური პირობებიდან გამომდინარე უფრო მეტი ადამიანი იყენებს ბუნებრივ აირს როგორც სათბობს ცენტრალური გათბობის სისტემების სახით, აქედან გამომდინარე მოსახლეობის ნაწილში გაიზარდა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა და მოხმარება, რაც შეეხება სხვა ბუნებრივი აირის მომხმარებლებს, უფრო ნაკლები იქნა მოხმარებული, მაგალითად თქვათ კომერციული სექტორის მიერ ჯამში, ასევე ნაკლები იქნა მოხმარებული, მაგალითად თქვათ გაზგასამართის სადგურების მიერ, ვინაიდან აქაც ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებს ეტაპობრივად ანაცვლებს ჰიბრიდული და ელექტრომობილები. პრინციპში ეს ტენდენცია შემოვიდა ამ კუთხითაც. აუცილებლად მინდა გკითხოთ შესავალის დროს აღნიშნე აკვალიას მიერ მოწყობილი პირველი ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, ფორუმი, სადაც თქვენ ბრძანდებოდით როგორც სპიკერიც, სადაც სემეკის წევრები და წარმომადგენლები იყვნენ აქტიურად ჩართულები ამ პროცესზე. წყლის ნაწილსაც რომ შევხედოთ ამ კუთხით, რა ტენდენციას ხედავთ საქართველოში ამ მიმართულებით? არა მხოლოდ პირობითად სატარიფო ნაწილს და სატარიფო მიმართულებით, არამედ ზოგადად სერვისების გაუმჯობესების კუთხით, ან საომავლო გეგმების კუთხით, რასაც თქვენ აკვირდებით ბუნებრივად თქვენი მანდატის პარალელში. წყალმომარაგების სექტორი ერთ-ერთი მზარდი სექტორია საქართველოში და ძალიან დიდი ინვესტიციები იდება და ფართოვდება არეალები, სადაც შედის მოწესრიგებული წყალმომარაგების სისტემა და კეთდება არაერთი კანალიზაციის პროექტი. ამ თვალსაზრისით როგორც დედაქალაქში, რუსთავში და მცხეთაში GVP ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, ასევე განსაკუთრებით მაღალია აქტივობა რეგიონებში, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიის არეალში სახელმწიფოს მიერ ხორციელდება ინვესტიციები. ისევე როგორც დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ხორციელდება არაერთი კაპიტალტევადი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამიტომაც ყოველწლიურად ჩვენ წყალმომარაგების სექტორში საშუალოდ 3.5%-ით გვეზრდება მოცვის არეალი და აბონენტების რიცხვი, რომლებიც წლიდან წლამდე, ესე თქვათ,
ერთვებიან წყალმომარაგების ქსელში და სარგებლობენ აღნიშნული სისტემით. თუმცა წყალმომარაგების ნაწილი განსაკუთრებით დედაქალაქში რუსთავში არის ამორტიზირებული, აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჭირდება. კი ბატონო, ეს არის ძირითადი ნაწილი საბჭოთა პერიოდში აშენებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ექსპლუატაციის ვადაც ეტაპობრივად გადის. სწორედ ამიტომაც ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ GVP-ს გაუზარდეთ საინვესტიციო პაკეტი და ჯამში წლიურად თავის არეალში 100 მილიონ ლარზე მეცდებს ინვესტიციის სახით, რათა მაგისტრალური ქსელები, სატუმბის სადგურები და ასე შემდეგ უფრო მეტი მოაწესრიგოს და ამან გრძელვადიან პერიოდში უნდა უზრუნველყოს ის, რომ შემცირდება ავარიების რიცხვი, შემცირდება ქსელში დანაკარგები და მოხმარებელი იქნება უფრო მეტად კმაყოფილი. კი ბატონო, მნიშვნელოვანია მართლაც, ვინაიდან ნებისმიერი საკითხი, წყალი, ბუნებრივი აირი თუ ელექტროენერგია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეხება და ჩვენ სხვადასხვაგვარად რეაგირებთ ამ თემებზე. სხვა შორის ერთგვარად შეიძლება ითქვას, ეს ჩემი უბრალოდ არა პროფესიული დაკვირვებით, ელექტროენერგიის ნაწილმა და ბუნებრივი აირის ნაწილმა სერვისების კუთხით გარკვეულ მიზეზთა გამო ბევრად გაასწრო წინ წყლის ნაწილს და წყლის პერიოდში ფაქტობრივად ეხლა გამოჩნდა სულ აგერ რამოდენიმე წელია ახალი მართლაც კვალიფიციური ინვესტორი, ვისაც ესმის ეს თემა, თან მნიშვნელოვანია ეს ევროპული ინვესტიცია თავის ცოდნასთან ერთად მოყვება ამას არა მხოლოდ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ცოდნის ტრანსფერი, იმიტომ რომ მაგალითად რამდენიმე რაღაცა დიამეტრალურად შეცვალა ახალმა ინვესტორმა და გუნდმა, იგივე თქვათ წნევების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხი, იგივე SCADA სისტემებით მართვასთან დაკავშირებული საკითხი. ძალიან დიდი პრობლემა არის იგივე თქვათ საკანალიზაციო ქსელების გაბიდონასთან, გაჭედვასთან დაკავშირებული საკითხები და პრევენციული რეცხვები დაიწყეს, ახლა დაამატეს ახალი სარეცხი მანქანები, რომლის გამოყენებითაც კიდევ უფრო მეტად უნდა მოხდეს პრევენციული რეცხვები და გაწმენდები ქსელის. ეს და კიდევ ბევრი სხვა საკითხია, რაც ეტაპობრივად, ასე თქვათ, აუმჯობესებს მდგომარეობას. კი ბატონო, მართლაც განსაკუთრებით გამეხარდა, რომ საქართველოს არჩიეს ქვეყნად, სადაც ამ რანგის ფორუმი ჩაატარეს ამ კუთხით ყურადღების ქვეშ ვართ. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა, მათ შორის იქ, სადაც ოპერირებს ახვალია და იცით თქვენ, რომ 100-ზე მეტ ქალაქში ოპერირებენ ისინი და მართავენ წყალმომარაგების სისტემას და ძალიან საინტერესო სხვადასხვა ქალაქების გამოცდილებები მოვისმინეთ, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ამიტომ ჩვენთვისაც როგორც რეგულატორისთვის, ისევე როგორც ადგილობრივი დაინტერესებული პირების და კომპანიებისთვის ეს იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია. ბატონო დავით, ვახსენეთ ინვესტიციები ქსელში, წყლის შემთხვევაში ვახსენეთ, ელექტროენერგიის შემთხვევაში ასე შემდეგ. მივდივართ ხოლმე საკითხზე, რომელიც შეეხება ტარიფს და ჩვენ ვნახეთ სემეკის ერთი ბოლო სხდომა, სადაც საუბარი შეეხო ტარიფს და შემდგომ იქვე დაანონსდა, რომ 3 თვის შემდგომ იქნებოდა შემდგომ გადაწყვეტილება მიღებული. მე მესმის, რომ შეიძლება ძალიან ზუსტი ციფრებზე საუბარი ახლა ძნელია და წარმოუდგენელია, თუმცა ამ 3 თვიდან ერთი დიდი ნაწილი გავიდა ამ ვადიდან. როგორია მოლოდინები ზოგად წელში, რომ შევხედოთ ვითარებას, რამდენის თქმაც შეგვიძლია ცხადია იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, რომ ახლა სამუშაო პროცესი მიდის და მოლოდინები ტარიფის ნაწილში ყოველთვის არის ზრდასთან დაკავშირებული, თუმცა მარეგულირებელი კომისია მას ასე არ უყურებს. მარეგულირებელი კომისია ტარიფს წურავს მაქსიმალურად ქართული ტერმინი რომ გამოვიყენოთ. პირდაპირ შეესატყვისება სხვადასხვა წურავს და მხოლოდ ღვინოს წურავს და ტარიფსაც წურავს. და მნიშვნელოვანია ის, რომ აი მაგალითად ჩვენ 2 წლის წინ როცა ამის საზრდოობა იყო, ტარიფები შევამცირეთ კიდეც და კი, აი ეს აუცილებელია. საშუალება მოგვეცა, რომ 3 თეთრით შეგვემცირებინა ელექტროენერგიის ტარიფი, იმიტომ რომ ძალიან კარგი ჰიდროლოგიური წლები დაემთხვა, ანუ ენგურხესმა და სხვა სადგურებმა იმაზე მეტი ენერგია გამოიმუშავეს, იაფიანი ენერგია, ვიდრე იყო პროგნოზირებული. და ამან მოგვცა საშუალება, რომ შეგვემცირებინა 2 წლით ჩვენ 3 თეთრით ეს ტარიფები.
წყალმომარაგების ტარიფები არ გვიჩვენებია თქო კარგად აჩვენეთ ელექტროენერგიის ტარიფები და ბუნებრივი გაზის ტარიფები და ხედავთ რომ ერთ-ერთი დაბალი ტარიფი გვაქვს საქართველოს როგორც ელექტროენერგიაზე ასევე ბუნებრივ აირზე ანალოგიურად არის წყალმომარაგების ნაწილში და ჩვენ სხვადასხვა კრიტერიუმებით ვაფასებთ არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებთან და ევროპის ქვეყნებთან შედარებები არამედ მაგალითად თქვა მოსახლეობის საერთო საშუალო ხარჯი რამდენია მაგალითად თქვა წყალმომარაგებაზე გაწეული ხარჯები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც არ უნდა აღემატებოდეს მოსახლეობის საშუალო ხარჯის 3% წყალმომარაგებაზე ხარჯები. ჩვენთან ეს მაჩვენებელი 9%-ია დაახლოებით. ანუ ერთ-ერთი საკმაოდ, კი ბატონო, ერთ-ერთი საკმაოდ დაბალი ელექტროენერგიაზეც მაქსიმალურად, ასე თქვათ, დაბალი ტარიფები გვაქვს და დიდწილად ამას გაწურული ტარიფი ვინარჩუნებთ ენგურხესის იაფიანი ენერგიის ხარჯზე დიდწილად. ასევე არის ხრამჰესები, რომელთა ტარიფებს ჩვენ ჯერ კიდევ ვადგენთ. არის ასევე ენერგოპროს მფლობელობაში არსებული კიდევ ორი ჰესი, რომლის ტარიფსაც ჩვენ ვადგენთ და ესეთი ადრე აშენებული სადგურები, რომელთა ტარიფსაც კომისია ადგენს, არის უფრო იაფე ვიდრე საშუალოდ ბაზარზე ღირს ენერგია. აქედან გამომდინარე ამ ნაწილს ჩვენ ვიყენებთ ამ იაფიან ენერგიას მოსახლეობის ტარიფის გაანგარიშების დროს და ეს გვაძლევს საშუალებას რომ ტარიფი რაც შეიძლება ასე თქვათ იყოს დაბალი. თუმცა ზოგადად ხაზი უნდა გაესვას იმას რომ ენერგია ძვირდება. ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ხაზი უნდა გაესვას იმას რომ ინფრასტრუქტურა რომელიც გამოდის მწყობრიდან ამ ინფრასტრუქტურას ჩანაცვლება ჭირდება, ანუ ინვესტიციაა საჭირო და ეს ინვესტიცია აისახება ტარიფში, ინვესტიცია ტარიფის შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც არჩევანი კეთდება ორ რამეს შორის. ერთი თუ გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩავდოთ მეტი ინვესტიცია და გავაუმჯობესოთ ქსელის მდგომარეობა, ეს ნიშნავს უფრო უკეთეს და უფრო ხარისხიან და უწყვეტ ენერგიას მოსახლეობისთვის, მაგრამ ცოტა ძვირი იქნება ამაში გადასახდელი. ბუნებრივი აირია, როცა უფრო მეტად ძნელად გადასახდელია მისი თანხა, ამიტომაც ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ბუნებრივი აირის მოსახლეობის ტარიფში სახელმწიფო შეხიდებულია მოსახლეობას და ესე არ იყოს მინიმუმ 20 თეთრით უფრო ძვირი იქნებოდა დღეს. ანუ საქართველოს თანამონაწილეობა შეიძლება რომ არ იყოს. კი ბატონო, ნავთობის და გაზის კორპორაცია, რომელიც ნავთობის და გაზის ოპერაციებს ახორციელებს და არის 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო, ეს საწარმო თავისი მოგებიდან გარკვეულ ნაწილს ასუბსიდირებს გაზის ფასში. ამიტომაც იგივე თქვათ სოკარს ან თბილისი ენერგის ან გაზის სხვა კომპანიებს, როცა ის აწვდის გაზს, უფრო დაბალ ფასად აწვდის, ვიდრე ღებულობს. თვითონ იმცირებს თავის შემოსავალს, იმცირებს თავის მოგებას, მაგრამ ამავდროულად ეს საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო დაბალი იყოს ბუნებრივი აირის ტარიფის მოსახლეობაში. ბატონო, აი კომერციული სექტორის ტარიფს იცით თქვენ ასევე ხაზგაუსვამ იმას, რომ არეგულირებელი კომისია არ არეგულირებს, ეს არის ესე თქვა დერეგულირებული 2006 წლიდან და აქ მისაწოდებელი გაზის ფასი დგინდება მომხმარებელსა და მიწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულებიდან. კი ბატონო, აუცილებლად მინდა კითხოთ ახლა თქვენ ახსენეთ ენგურხესიდან გამომდინარე ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნების ნაწილი და აუცილებლად მინდა კითხოთ დიდი ჰესების საჭიროებასთან დაკავშირებით ქვეყანაში. სხვა შორის ეს ბოლო შეხვედრაც რომელიც ვახსენე იქაც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა ეს ნაწილი. აქაც ბიზნეს ინსაიდერის პირველ ეთერში სტუმრობის დროსაც მინისტრმა აღნიშნა დიდი ჰესების საჭიროება ქვეყანაში. თქვენი შეფასება როგორც პროფესიონალი ზოგადად, აი რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში. მე მესმის ჩვენ გვაინტერესებს ქარი, გვაინტერესებს მცირე ჰესები, გვაინტერესებს მზის ენერგია, მაგრამ დიდი ჰესების საჭიროება როგორც ასეთი პირობითად, თუნდაც ენგურის მაგალითზე რა ასარგებელიც მოაქვს, როგორ შეიძლება იყოს. დიდი ჰესები ქვეყანას ჰაერივით ჭირდება და ამას ორი რამით ძალიან მარტივად დავასაბუთებ. პირველი ის, რომ აი დღევანდელი დღე რომ ავიღოთ, ხო? დღეს ნაწილობრივ ბუნებრივი აირი შემოდის იმპორტით და ხდება თბოსადგურებზე ელექტროენერგიის გამომუშავება, ნაწილი ელექტროენერგია შემოდის პირდაპირ იმპორტით, ანუ
იმპორტზე დამოკიდებული ვართ ჩვენ განსაკუთრებით შემოდგომა ზამთრის პერიოდში, ვიდრე გაზაფხულზე უხვინალექები არ დაიწყება და ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები არ დაიტვირთება მაქსიმალურად. ამიტომაც გვაქვს დეფიციტი. ანუ ჩვენი მოხმარება უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის წარმოება. ამიტომაც საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. და მეორე, მნიშვნელოვანია ასევე იმ თვალსაზრისით, რომ ენერგოდამოუკიდებელი ვიყოთ და ენერგოუსაფრთხო ვიყოთ და ჩვენ თვითონ ვიცოდეთ რა ფასად შევძლებთ ამ ენერგიის მიწოდებას სისტემისთვის. იმპორტის შემთხვევაში ეს არ ვიცით, იმიტომ რომ იმპორტზე ფასები ხშირად ცვალებადია და დამოკიდებულია ბაზარზე, დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, საიდანაც ჩვენ მოგვაქვს რა იქნება ენერგიის ასე თქვათ ღირებულება და ასე შემდეგ. მაშინ როცა თუ ამ სადგურებს ავაშენებთ, იქნება ფიქსირებული ფასი და სხვა შორის ჩვენ როგორც მარეგულირებელი, როცა წინასწარ პროგნოზირებას ვაკეთებთ, ამ სადგურების ასაშენებლად არსებული ფასები რაც შეიძლება ეს დაჯდეს და ინვესტორმა ამოიღოს მისი ჩადებული ინვესტიცია თავის უკუგების ნორმის გათვალისწინებით. არ იქნება მძიმე და ჩვენი საერთო სამოხმარებლო ტარიფისთვის ეს იქნება მისაღები. ამიტომაც უნდა აშენდეს ეს სადგურები, უნდა აშენდეს ხუდონიც და უნდა აშენდეს ნამახვანიც. კი ბატონო და სამწუხარო აქამდე არსებული პრობლემა ნამახვანთან დაკავშირებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ეს ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება. თორემ როცა ჩვენ საუბრობთ მომხმარებლებზე, მათ შორის რეგულაციების ნაწილზე, ერთი საკითხი, რომელიც იყო ასე ვთქვათ, წამოჭრილი და იყო საუბარი შეეხებოდა გათბობის სისტემებთან, ცენტრალური გათბობის სისტემების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხს. რა შეცვალა სემეკმა ამ რეგულაციით, ანუ რამე იცვლება განსაკუთრებით მომხმარებლებისთვის, მიმწოდებლებისთვის? კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და სიახლეა. ჩვენ რამდენიმე დეველოპერ კომპანიასთან ერთად დავჯექით და მოვთელეთ მოდელი. დღეს რო შენდება კორპუსები, ყველა კორპუსში, ყველა მოსახლეს ცალ-ცალკე აქვს გათბობის ქვაბი ჩამოკიდებული, ცალ-ცალკე შედის ყველგან გაზი. რამდენი ქვაბი ფუჭდება, ხელოსნის გამოძახება, თავის დისკომფორტი, თავის ხარჯები. ანუ უფრო დიდი თავსატკივარია ცალ-ცალკე ქვაბები და ცალ-ცალკე გათბობის სისტემა, ვიდრე ერთიანი გათბობის სისტემის ორგანიზება ამ ხანაგობის მიერ, კი ბატონო. ამიტომაც დეველოპერები, რომლებიც თავიანთ აშენებულ კორპუსებში მართავენ, ასე თქვათ, ამ კომუნალური სერვისების მიწოდების საკითხებს, მათთვის განსაკუთრებით ეს აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და კომფორტული. ზოგავს ხარჯებს, ანუ ვიდრე ინდივიდუალურად ყველა გადაიხდიდა გაზის გათბობაზე ხარჯს, იმაზე უფრო ნაკლები გამოდის. მეორე დისკომფორტი, რაც მე ვთქვი გაზის გათბობის სისტემების გაფუჭებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ანუ უფრო მეტი სარგებელი აქვს ამ სისტემას, ვიდრე მის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯები. აქედან გამომდინარე, რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში ეს უკვე დაინერგა და უფრო მეტი ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის პოპულარიზაცია გავაკეთოთ და უფრო მეტი ამ ხანაგობა და უფრო მეტი დეველოპერი დაინტერესდეს ამ საკითხით. ანუ აქ დეველოპერების ამ ხანაგობის თანამშრომლობაზე, ხო? მიცილოთ, იმიტომ რომ მათ უნდა მართონ შემდგომ ეს სისტემა, თუმცა გადახდის შემთხვევაში ვიზუალური მხარეც არ არის ცალ-ცალკე ყველა კორპუსთან მიყენებული გათბობის ქვაბი და მილი გამოშვერილი და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გარემოს დამზოგავი ასე თქვათ თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა. ფაქტიურად ეს უკვე პრაქტიკაში რამოდენიმე ნაწილში დაინერგა და ანუ ამის შემდგომ მშენებლობებში ყველას ექნება ეს ასეთ ტიპის არ არის სავალდებულო ნორმა და არის რეკომენდირებული სავალდებულო ნორმას, მაგრამ მარეგულირებელი ნაწილი არის აბსოლუტურად კარგად გაწერილი და არის სავალდებულო ხასიათი. კი ბატონო, ეს იერსახისთვისაც დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილია. აუცილებლად მინდა გითხოთ, როდესაც ჩვენ მსგავსი ტიპის საკითხებზე საუბრობთ და კიდევ ერთხელ მომხმარებლების ირგვლივ ტრიალებთ ყველა გადაწყვეტილება მომხმარებლამდე დადის და სემეკის შემთხვევაშიც ტარიფების გაწურვაც მომხმარებელს ემსახურება. ვითარება, რომელიც ჩვენ გვქონდა ზამთრის პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, არაერთხელ გვისაუბრია სხვა ეთერებშიც, იმედის ეთერშიც, რომ გარკვეულწილად ინფრასტრუქტურული ნაწილი გარკვეული პრობლემები არის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხომ ელექტროენერგიაზე საუბრის შემთხვევაში ჰესებზე
ენერგიის შემქმნელებზე, მაგრამ თითქოს გადაცემის ნაწილზე არ ვსაუბრობთ. რა ვითარება ამ კუთხით, რა გვაჩვენა იგივე ამ ზამთრის პერიოდმა, თუნდაც აქ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ნაწილში? ინფრასტრუქტურას ჭირდება გაუმჯობესება, იმიტომ რომ გამანაწილებელი ქსელის გარკვეული ნაწილი ასევე ამორტიზირებულია დროთა განმავლობაში, ტრანსფორმატორები, გადამცემი ხაზები, საყრდენი ბოძები, განსაკუთრებით რეგიონებში ბევრგან საჭიროებს ჩანაცვლებას, ისევე როგორც მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს ძაბვის ხარისხი. ბევრგან მომხმარებლები დაემატა არსებული სატრანსფორმატორო სადგურები და ქვესადგურები არის ძველ სიმძლავრეებზე და აქედან გამომდინარე ძაბვის ხარისხია გაუარესებული. ამიტომაც არის ის, რომ ჩვენ იგივე თქვათ ენერგოპროს ნაწილში შევთანხმდით მათთან, რომ გაიზრდებოდა ინვესტიციების მოცულობა და მოხდა კიდეც ბოლო 2 წელია საინვესტიციო აქტივობა ენერგოპროს მხრიდან არის ძალიან მაღალი და ბევრგან დაეტყო უკვე სადაც ქვესადგურები შეკეთდა, გადამცემი ხაზები გაკეთდა, პარალელური ხაზები მაშინ და როცა ერთგან შესაძლოა იყოს მეორე შემთხვევაში ხდება მეორე ხაზიდან მისი დაკვება შესაბამისი ენერგიით და ასე შემდეგ. ამიტომაც ეს არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ქარის დროს, მნიშვნელოვანია, რომ ნალექების დროს და განსაკუთრებით ზამთარში უხვი ნალექებია, ხო, ზამთარი გაზაფხული არის ქარიანი პერიოდი, არ ხდებოდეს ელექტროენერგიის ხშირი წყვეტა. განსაკუთრებით დითოვლობის პერიოდში გქონდა ჩვენ აი რამდენიმე დღიანი წყვეტები გქონდა. ასე ვთქვათ, მძიმე სველი თოვლის ნაწილიც იყო, ხო, როდესაც მართლაც გარკვეული ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, და იგივე დასავლეთში როცა დიდი თოვლი მოვიდა, ბრიგადები არ იყო საკმარისი და აღმოსავლეთ საქართველოსთან ენერგოპრომ ჩაიყვანა ხალხი და მიაშველა დასავლეთის ზოგან რელიეფურად ფიზიკური ძალაც კი ძნელია, ასე ვთქვათ, მიუდგეს. კი, ბევრგან არის ისეთი მდგომარეობა, როცა ფეხით მიდიან და ტექნიკა ვერ შედის, არის შემთხვევა, როცა გამოიდარებს და ვერ ფრენით მიდიან ადგილზე, სადაც არის გადამცემი სისტემა დაზიანებული და ასე შემდეგ. ეს არის ესეთი ძალიან შრომატევადი და ასევე კაპიტალტევადი საკითხი. კი ბატონო, კვლავ მომხმარებლების ჭრილში აუცილებლად მინდა გკითხოთ მომხმარებლების დაცვის მიმართულებით არსებული ვითარება. ესეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ვიცი რამდენად კონტროლზე აქვს SEMEX ეს საკითხი. რა ტენდენცია გვაქვს საჩივრებთან მიმართებაში? მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა და პრიორიტეტია, ამიტომაც მარეგულირებელი კომისია რეაგირებს მოქალაქეთა თითოეულ განცხადებაზე, თითოეულ პოსტზე თუ ცხელ ხაზზე შემოსულ ზარზე. საშუალოდ ჩვენ წლიურად 3000-მდე განცხადება საჩივარს ვიხილავთ, არ შემცირებულა სხვათა შორის განცხადება საჩივრების რიცხვი, თუმცა არც გაზრდილა მომხმარებელი აქტიურია და რაც უფრო ახალ საკომუნიკაციო საშუალებას ვამატებთ, მით უფრო, ასე თქვათ, უმარტივდება მომხმარებელს მარეგულირებელ კომისიასთან თუ იგივე კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა. ძალიან ბევრ პრობლემას დღეს მომხმარებელი იგივე ფიფქის 303 დიეზის სერვისით აფიქსირებს. ესეც ახალი სერვისია, რომელიც ჩვენ დაახლოებით 3 წლის წინ დავნერგეთ და თითქმის 8 მილიონამდე, ასე თქვათ, უნიკალური შემთხვევა იყო, როცა მომხმარებელმა ისარგებლა ამ სერვისით და 15-მდე სხვადასხვა ოპერაცია შეასრულა თუ განახორციელა. ჩვენ ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ წლიური ანგარი, სადაც გამოჩნდება ის, რომ არასწორად და ზედმეტად დარიცხული გადასახადების ან ხაზნაზღვრული დავალენებების სახით მილიონ ლარამდე ჩამოვაწერეთ მომხმარებლებს კომპენსაცია, რომელიც დაერიცხათ 2 მილიონ ლარზე, 2.5 მილიონ ლარზე მეტი იყო, რაც კომუნალურმა კომპანიებმა მომხმარებლებს დაურიცხეს თავიანთ სააბონენტო ბარათებზე, იმისაც რომ SEMEX-ის მიერ დადგენილი წესები და ვადები დაარღვიეს. ამიტომ ეს ნაწილი ძალიან აქტიურია ჩვენთან, ისევე როგორც ცალკე მუშაობს SEMEX-თან არსებული ენერგოომბუდსმენის აპარატი, რომელიც ასევე იღებს განცხადებებს, საჩივრებს, აკეთებს კომუნალურ კომპანიებთან შუამდგომლობებს, მიწერილობებს, შემოაქვს SEMEX-ში გადაწყვეტილებების პროექტები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. კი ბატონო, თქვენ აღნიშნეთ, რომ არ შემცირებულაო, არც გაზრდილი არ შემცირებულაო ამ კუთხით საჩივრების რაოდენობა, მაგრამ ასტიმულირებთ მოქალაქეებს სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით უმარტივებს და ასტიმულირებთ გარკვეულწილად თქვენთან კომუნიკაცია მაგ კუთხით, ეხლა ბევრი უბრალოდ
სრულად არა სატელევიზიო ნაწილშიც კი საქართველოს პატარა ქვეყნის უპირატესობა ეს არის ძალიან სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია და ძალიან ბევრი არის პირდაპირ ბევრი ყვება ისტორიას, წარმატების ისტორიას სემეკთან ურთიერთობის ნაწილში, როდესაც გაასარჩივრა და სემეკმა დააკმაყოფილა ეს ნაწილი. საინტერესო იქნება მართლაც თქვენი ანგარიშის ნახვა. კი, ანგარიში იქნება გასაჩივრებული საკითხებიც, მათ შორის ჩვენ ცალკე ვაქვეყნებთ ამ გასაჩივრებული საკითხებიდან რამდენი გადაწყვეტა მომხმარებლის სასარგებლოდ და რამდენი კომპანიის სასარგებლოდ და ხშირ შემთხვევაში, ანუ უმეტესი გადაწყვეტილებები ჩვენი მომხმარებლის სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი და ასევე ქვეყნდება სტატისტიკა ჩვენ რო გადაწყვეტილება მივიღეთ და მომხმარებელს არ დააკმაყოფილა ან კომპანიას არ დააკმაყოფილა რამდენი მიდის სასამართლოში და არის ძალიან ცოტა. კი ბატონო, ძალიან ცოტა, იმიტომ რომ მარეგულირებელი კომისია სიღრმისეულად სწავლობს საკითხს და გადაწყვეტილება რომელსაც ჩვენ ვღებულობთ კარგად არის აღწერილი და დასაბუთებული და შესაბამისად მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაფუძნებული. კი ბატონო დავით, აუცილებლად მინდა გკითხოთ ბოლოსკენ 2026 წლის მიმდინარე წლის ძირითადი პრიორიტეტები, თუმცა არ შემიძლია არ შევეხო აქ თქვენს საერთაშორისო თანამშრომლობას და უნიშნულოვანეს ღონისძიებას, ასევე რომელსაც ველოდები თუ შეიძლება მეტი გითხრათ ამასთან დაკავშირებით, რა ძირითადი საკითხები გვაქვს 2026-ში ცხადია მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩართვით. ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო ამოცანა 2026 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის და სიახლეების თვალსაზრისით ჩვენ მომხმარებლებს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ, ისევე როგორც საინვესტიციო აქტივობის თვალსაზრისით ველოდებით რომ ეს წელი იქნება როგორც ელექტროენერგეტიკაში, ასევე ბუნებრივ აირში და წყალმომარაგებაში საკმაოდ მაღალი საინვესტიციო აქტივობის და თქვენ ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება საინვესტიციო. რა თქმა უნდა, აქ კომისიის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვითანხმებთ ინვესტიციებს და პლუს ჩვენ ვაკეთებთ ასევე ამ ინვესტიციების შესრულების მონიტორინგს. ეს მონიტორინგზე რო გითხრათ კიდევ თუ შეიძლება ამ ნაწილზე ჩაგიკითხებით, აი როგორ ხდება ეს შეთანხმება და მონიტორინგება ამ ნაწილის რომ არ მოხდეს ისე რომ ერთი შევითანხმეთ და შემდგომ ჩვენ გვაქვს ინვესტიციების წინასწარი შეთანხმების პროცედურები, წესი და კრიტერიუმები. თუ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს პროექტი, ესეთ შემთხვევაში კომისია მას არ ითანხმებს და როცა უკვე საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, ჩვენ გვაქვს შერჩევითი, გასვლითი მონიტორინგი ტექნიკურ საკითხებზე, ისევე როგორც კომისიის გადაწყვეტილებით კომპანიებს მოითხოვებათ შესრულებულ პროექტებზე ტექნიკური და ფინანსური ექსპერტიზის წარმოდგენა კვალიფიციური ექსპერტის მიერ, საექსპერტო დაწესებულების მიერ, ეს იქნება სამხაროული სახელობის ექსპერტიზის ბიურო თუ ეს იქნება აკრედიტირებული საექსპერტო ბიურო, წარმოადგენენ ისინი ამ დასკვნებს და ვნახულობთ, რამდენად ტექნიკურად სწორად და გამართულად იქნა პროექტი შესრულებული და რამდენად ფინანსურად ხარჯ-ეფექტიანად იქნა პროექტი შესრულებული. თუ რაღაცის გაკეთება შეიძლება და 100 ლარად, კომპანიამ მაშინ არ უნდა დახარჯოს თუნდაც 101 ლარი. კი ბატონო, იმიტომ რომ ეს აჩვენოს როგორც განხორციელებული. კი ბატონო, საერთაშორისო თანამშრომლობის და საერთაშორისო თანამშრომლობას რაც შეეხება ჩვენ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს უმასპინძლებთ საერთაშორისო ფორუმს, სადაც მონაწილეობას მიიღებს 1000-ზე მეტი დელეგატი, 150-ზე მეტ ქვეყანას ველოდებით, ეს არის გრანდიოზული ღონისძიება. მსოფლიოს ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმი, რომელიც იმართება 3 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყნებში, მე-9 იმართება წელს და სწორედ ჩვენ ვართ მასპინძელი პირველი ესეთ შემთხვევა, როცა პატარა ქვეყანა ზერგო ამ ფორუმის მასპინძლობა. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად გავაქტიურდეთ ევროპის მარეგულირებელთა ასოციაციაში და ჩვენი კომისიის ერთ-ერთი წევრის წარდგენას ვაპირებთ საბჭოს წევრად იქ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები დაგვიჭერენ ამ ყველაფერში მხარს, ასე რომ საერთაშორისო ნაწილში ისევე როგორც ძალიან ბევრ საინტერესო გამოცდილებას ვღებულობთ ჩვენ, მე უკვე ვარგებთ ამას ჩვენ საჭიროებას, ჩვენ სისტემას, ვაკეთებთ ადაპტაციას და ვნერგავთ, რათა მომხმარებელს გაუმარტივოთ კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობა. კი ბატონო, მე როგორც ვამჩნევ ეს ჩემგან გარედან როგორც მომხმარებელი ამ კუთხით და უბრალოდ დამკვირვებელი ამ ვითარების ცოტა მეტი ინფორმაცია მაქვს გამომდინარე მედიაში ჩართულობიდან. მართლაც სემეკი არის სასახად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, მუდმივად სიახლეების და სულ ახალ სიახლეს ვიგებთ, რომელიც დანერგა სემეკმა ამ კუთხით და რაც თავარია საერთაშორისო პრაქტიკას ემყარება ეს ყველაფერი და ამას ვამჩნევ. ცევ როგორც ველით ამ მნიშვნელოვან კონფერენციას, მართლაც ახლა საქართველოს პირველ შემთხვევაში პატარა ქვეყანა ამ რანგის კონფერენციას
მას მიდლობთ 1000-ზე მეტი დელეგატით ეს გამოსარჩევია. წარმატებას გისურვებთ ბატონო დავით, ჩვენ ამ წლის განმავლობაში არაერთხელ მოგვიწევს საუბარი, ისევ როგორც თქვენთან გარის კიდევ ერთხელ ხაზ გავუსვამ და არ დავივიწყებთ ველოდებით, ისედაც შეგვატყობინოთ ამ ნაწილზე, რომელსაც მე სიამოვნებით პლაზმაზე ჩვენ გავშლით, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე თქვენთან ერთად, თქვენს გუნდთან ერთად. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. სხვა დანარჩენ სიახლეებს ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერში. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და გვისმენთ.